სათხი გრძელობების დონეზე ვამბობთ, რომ ეს ქვეყანა არის ყველაზე ტოლერანტული, თუმცა ფაქტები სულ სხვა რამეზე მეტყველებს. მოკლედ არმენოფობიაზე ვლაპარაკობთ და ნინიასთან ერთად თემის გაშლაში დაგვეხმარებიან ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე, რომელიც გზაშია და ეს ჩვენი ტრადიციული ასე ვთქვათ მდგომარეობა არის. ველოდებით აგვიანებენ ხოლმე საოცარი საცობებია და სატრანსპორტო კრიზისი გვაქვს ქვეყანაში და ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე მოგესალმებით. ხო, ზოგადად ერთი რაღაც მინდა ვთქვა, რომ ჩვენ სულ საუბრობთ იმაზე, რომ თანამედროვე განათლების სისტემა უნდა ისეთი იყოს, რომ ბავშვებში აი ესეთ რაღაცა სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს არ ღვევდეს და ასე შემდეგ და მეორე წუთში მაგალითად ტელევიზორს ჩავთავთ და აი თუნდაც ეს არმენოფობიული ხო ესეც არის სტერეოტიპული ქსენოფობიური დამოკიდებულება და ხო, ნუ რაღაც სიმახინჯია ჩვენი საზოგადოების, ხო, სხვათა შორის გიორგის ქონდა ჯერ არ მოსულა და მოვა და გარკვეულწილად ქართულ რაღაც ანტისემიტიზმთან ქონდა შედარებული, ხო, ეს ყველაფერი იმდენად არის გავრცელებული სამწუხაროდ საქართველოში და ჩავთავ ტელევიზორს და გვესმის ეს ყველაფერი და მე აი ეს ორმაგი სტანდარტები ამ ბავშვებისთვისაც გაუგებარია, ხო, როდესაც ადამიანები ვიღაცის დისკრედიტაციისთვის იძახიან, რომ აი ეს არის სომეხი, ხო? ეს არა მხოლოდ არმენოფობიასთან გვაქვს ყოველ შორის საქმე. ჩვენ გადაცემები ბევრი ფობიებია. კი, ბევრი და სხვათა შორის საინტერესო არის თუნდაც განათლების სისტემაში სახელმძღვანელოებში როგორ არის, იმიტომ რომ მაგალითად აზერბაიჯანელების მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მახსოვს, რომ ჩვენ გვყავდა სტუმრები, რომელნიც ამბობდნენ, რომ ჩვენ როგორ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებების დასაცავად, როდესაც სკოლაში ჯერ კიდევ ბავშვებს ასწავლიან, როგორც თათრებს ისე მოგვიხსენიებენო და თავიდანვე კი, ამას ხო, ამაზე საუბრობდნენ. საინტერესოა მაგალითად ნეტა როგორ არის ამ შემთხვევაში სომხების მიმართ დამოკიდებულება თუ ჩანს აი ეს რაღაც შესაძლებელია. მე ვფიქრობ, რომ საერთოდ არ ჩანს თითქოს საქართველოს იყოს ესეთი მონოეთნიკური სახელმწიფო ძალიან ცოტაა ამასთან დაკავშირებით. ეხლა სხვათა შორის განათლებას რაც შეეხება, აი თავის დროზე აქვე ISM-ში ვასწავლიდი 2000-იანების დასაწყისში და მაშინ შევატყვე, რომ ბავშვებს რაღაცა არასწორი წარმოდგენა სწორედ სომხებთან დაკავშირებით და შევთავაზე, რომ მოდი რა ქვია, გავაკეთოთ, ვიქირავოთ მარშრუტის სამარშრუტო ისა ტაქსი და წავიდეთ სომხეთში. სომხეთში მე ამ ახალგაზრდებმა იქაურ ახალგაზრდებთან სევანზე ფეხბურთი თამაშეს რაღაცა და მე ვფიქრობ, რომ დამოკიდებულება ძალიან სერიოზულად იცვლება. საერთოდ რა ქვია, საქართველოში ადამიანებს წარმოდგენა არ აქვთ რა ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ საქართველოში. მაგალითად ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ ადამიანებს ახალგაზრდობიდანვე ჰქონდეთ საშუალება ისწავლონ და მართლაც ტოლერანტულები გახდნენ და არა მარტო სადღეგრძელოში იყვნენ ტოლერანტული, ყველა გვიყვარსა და ყველა სპატივსებდა და როდესაც საქმეზე მიდგება ვიღაცაზე თუ უნდათ რომ ამე ცუდი თქვან, ამბობენ რომ სომეხია, თურმე ბაბუა ყავდა სომეხი, ან ბებია ყავდა სომეხი. კარგით, რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ, ხო? აი ხა თუ გახსოვთ ბოდიში მომთხოვე ხა მაგალითად სააკაშვილზე ხო მის საგინებლად ამას იყენებენ, არაფერი საგინებელი არ იქნებოდა ასეც რომ იყოს, მაგრამ ზურაბიშვილზეც კი ეგრეთივე თქვეს, ეხა სალომეზე არ გახსოვთ, ეხლა რომ აი ვთქვათ, ცუდია იმის გამო, რომ თურმე თან სომეხიც ყოფილა. თუ შეიძლება, აიო ბარემ გიორგით შემოგვიერთდება და ჩვენ გვაქვს ძალიან პატარა სინქრონი, ჩვენს პროდიუსერს ვთხოვ, რომ ბარემ ვინაიდან ლაშამ უკვე ახსენა ის, რომ სააკაშვილის წინააღმდეგაც ვთქვათ, ერთ-ერთი ბრალდება იყო ის, რომ ის იყო სომეხი, აი ეს ვაჩვენოთ პატარა მაგალითი გავიხსენოთ და შემდეგ უკვე დავიწყოთ საუბარი. სომეხმა სააკაშვილმა გორი იხსნა, ქართველმა სააკაშვილმა გორი ჩააბარა და დაღუპა. ამიტომ მე მყავს ქვეყანაში პირველი პირი, რომელიც მალავს თავის normალობას. ამდენი წელია პოლიტიკაშია სააკაშვილი, სულ დედამისის ნათესავებზე ლაპარაკობს. მამამის არ ახსენებს საერთოდ. რატო არ ახსენებს? მიშა გწხვენია? გწხვენია ამის, რატო გწხვენია? სინამდვილეშიც მართლა რატო უნდა ცხონოდეს ადამიანს ასე რომ იყოს, ხო? ანუ ისეთი სიტუაცია ქვეყანაში შექმნილი, რომ ადამიანს გონია, რომ საკმაში არის რაიმე სამარცხო, არაფერი არ არის. მთელი მე-19 საუკუნის ქართველობას რო თვალი გადააუთ, ნახავთ, რომ ძალიან ხშირად სომეხი დედა ყავდათ ან ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? რა ქვია, ეს აბსოლუტურად ნორმალურად ითვლებოდა ამ ქვეყანაში და თავისთავად ცხად იყო ერთ ქალაქში ცხოვრობდნენ ადამიანები და არაფერი ამაში არ იყო განსაკუთრებული. ხო, გაშება ერთი
ეს ადამიანი რომელიც ახლა ვანახეთ გუბასანიკიძე იყო. გუბასანიკიძე იყო, კი. რომლებიც დღეს ესე კი, ესე ხო ადვილად ითვლიან ხოლმე, კი. ხო, ერთი რა ის ხა რომ სიტყვაზე ხა ჩვენთან ხო აი თქვენი წელიწადი ვიკითხე და იქ არის საუბარი იმაზე რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ეს არმენოფობია ყველაზე გავრცელებული არის საქართველოში ხო ამას რაღაცა საფუძვლები ხო აქვს არა რეალურად მაშინ იმიტომ ჩვენთან ბევრი ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ და აი ამ შეურაცხყოფა აი ამ ცუდ კონოტაციაში რატო არ ხმარობთ იმ სხვებს და რატო ხმარობთ ამ მაგალითად სომეხს ხო, რატომ არის? ნუ პრინციპში ხა რა თქმა უნდა გამორჩეული ადგილი უკავია არმენოფობიას, ხა სხვების მიმართ რო განსაკუთრებული სიყვარული თუ იყოთ განწყობილი. ვერც მაგას ვიტყვით. ეგეც გადა. სები უფრო გვიყვარს მე მგონი. ნუ ბატონი უყვარს ყმას ეგ ზოგადად დამახასიათებელია ორმაგი სიძულვე სიყვარული, მაგრამ სომხის მიმართ მე მაინც გონია რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩემი აზრით თავარი არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ჩვენ ვართ ისტორიის ტყუპის ცალები. ერთად გაჩნდა ორივე, ქართლი და იბერია და სომხეთი ერთდროულად ჩდება ისტორიის ასპარეზზე, ქართველი და სომეხი ერთდროულად ჩდება ისტორიის ასპარეზზე. ყველაფერი აბსოლუტურად ისტორია აქვს, ფაქტობრივად საერთო, ამიტომ არის რომ აი ვერ გაგვიყვია რაღაცა ის ჩემი განსაკუთრებულ ახლობლებს ახასიათებს ხოლმე. ზოგადად აი თავარი ფსიქოლოგიური მომენტი ის არის რომ არანორმალურად ვგავართ ერთმანეთს. ყველაფრით. ნუ არ არის ეთნიკურად ერთი რა თქმა უნდა, მაგრამ ეხა ეგრე თუ მივალთ საერთოდ ძალიან საეჭვო არის ეთნიკური და ეთნოგენეზი და ეს ყველაფერი, მაგრამ თავარი ფაქტორი მგონია მსგავსება. არანორმალური მსგავსება და მართლა აი გაყოფაზე მიდის ხო ის ჩვენია, ეს ჩვენია, იმანის წაიღო, ეს ამან წაიღო, სომეხი ითვისებს რაღაცას, ქართველი ამას ითვისებს, ეს ზუსტად იგივე არის, ტყუპის ცალები არიან. ხო, ერთად გაჩენილები მსგავსები თუ ვართ, ასევე თუ ბოდიში არის სომხებისთვის ქართველი, ისეთივე საშიში, როგორც ქართველისთვის სომეხი. ნუ ეს ქართული ნარატივია ისე რომ აბა იმათ რომ ბძულ ვართ და ნუ ვინ შეისწავლა ეხა რეალურად არმენოლოგია გქონდა საკმაოდ ძლიერი მართლა დიდი მეცნიერები დღეს რეალურად როგორც ყველა დარგი მოისპო ისე არმენოლოგიაც მოისპო ზოგადი პროცესია ამდენად ეხა დიდი ცოდნა ამისი ჩვენ არ აგვაქვს უკვე დღეს რა განწყობებია მაგრამ მაინც მთავარი მიდის იქამდე. ნუ მეორე ფაქტორია ნაციონალიზმი და ამ ნაციონალიზმის დაბადების ადგილი. თბილისი, ხო, ანუ ქალაქი თბილისი არის როგორც ქართული ნაციონალიზმის სამშობლო, ასევე სომხური ნაციონალიზმისაც. ანუ თბილისი ამავე დროს იყო სომხეთის კულტურული ცენტრიც. აქედან აქ მოხდა, ხო? ზოგადად კავკასიის რუსეთის იმპერიის პერიოდში. სადაც მე ვაკვირდები, ქართველი სომხები ძალიან ამაყობენ, თუ შემიძლია ესე ვთქვა, ქართველი სომხები არის. საქართველოს მოქალაქეები სომხები ძალიან ამაყობენ იმითი რომ საქართველოში დაბადებულები არიან და ნაკლებად ვამჩნევ ასე ვთქვათ რაღაცა ქართველოფობიას ხო ამ შემთხვევაში მიუხედავად იმისა რომ არა არის ხო კი ძალიან დიდი პატივისცემით გაქცევია მიუხედავად იმისა რომ გარკვეული დაპირისპირებები ბუნებრივია რომ არის ჩვენ შორის მათ შორის ეს ყველაფერი წამოვიდა რელიგიიდან თუ არ ვცდები და ეკლესია მონასტრები და ასე შემდეგ ხო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის. ეს მაინც აღუშლიდა ისე განსაკუთრებულად თუნდაც მთელი ამ შუა საუკუნეების განმავლობაში. ეს ხო, დაპირისპირება არ არის სწორი სიტყვა, ალბათ უთანხმოება ჯობია რომ ვიხმაროთ ამ შემთხვევაში. დაპირისპირება იქნებოდა ახლა რეგულარული დაპირისპირება იყო და დიდი მსჯელობა და დიდი თეოლოგიური საუბრებიც ამასთან დაკავშირებით მე-7 საუკუნეში როცა გაიყო ეს სომხური და ქართული ეკლესიების საბოლოოდ, მაგრამ მე კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის მე-19 საუკუნე რუსები რო შემოვიდნენ განსაკუთრებით სწორედ თბილისში, როდესაც სოციალური შურიც არსებობდა, იმიტომ რომ სომხები უფრო მდიდრები იყვნენ. ჩვენმა თავადაზნაურობამ ვერ მოახდინა ტრანსფორმაცია ხო? ხო, ნუ ვაჭრები იყვნენ, ფულთან მეტი ურთიერთობა ჰქონდათ, ყიდულობდნენ ამ მიწებს და ქართველებისაგან. ქართველებისაგან მიწათ მოქმედები ამ შემთხვევაში. საერთოდ თბილისში იმიტომაც იყო, რა ქვია, სომხური მოსახლეობა დიდი, რომ ქართველ თავადებს ერჩინოთ გლეხები ქართველები ყოფილდა და ხელოსანი სომეხი და ჩამოყავ
ჰყავდათ ეს სომხები თვითონაც და ამიტომაც იყო მოსახლეობა, უმრავლესობა მოსახლეობის ახლა თბილისში არ უნდა დაუმალოთ, როგორც ზოგიერთი მალავს. სომეხი იყო მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის დასაწყისში და ისიც მაგალითად თბილისის მერები რო სულ სომხები იყვნენ, იმის გამო იყვნენ, რომ გარკვეული ცენზი არსებობდა, პლუს იმაზე, რომ ისედაც სომხები იყვნენ, უმრავლესობა ცენზი არსებობდა, ვინც მდიდარი იყო, მას შეეძლო ხმის მიცემა, ასე ვთქვათ. ამიტომაც სულ სომხები იყვნენ და ფაქტობრივად ერთი გამონაკლისის გარდა. და ჩვენ კულტურული მემკვიდრეობის უდიდესი ნაწილი სწორედ სომხების აშენებულია. თბილისის ძალიან გვიჭირს რო ვთქვათ ხოლმე ეს ახლა წესიერი საზოგადოებაში რო ცხოვრობდეთ, რასაკვირველია ეს ყველასათვის ცნობილი უნდა იყოს, აი თუნდაც იგივე სოლოლაკი რო ავიღოთ, ერთადაც სომხების აშენებულია, ის ლამაზი სახლების უმრავლესობა, ერთი სარაჯიშვილი იყო დიდარი ქართველი და მეორე ზუბალაშვილი და იმათ აქვს აშენებული სახლები და კიდე თითზე ჩამოსათვლელია, ასე ვთქვათ, დიდარი ქართველები, რომელსაც იმის თავი ჰქონდათ, რომ წესიერი სახლი აეშენებინა, დანარჩენი სომხების აშენებულია. სომხების ღვაწლი საქართველოს ისტორიაში ძალიან დიდია და ამისი დაუფასებლობა უბრალოდ ღორული საქციერე, ყველაფერს თავი რო დავანებოთ და ეს არის გარკვეულწილად საკუთარი ისტორიას უარყოფას, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც თბილისში ცხოვრობდნენ, საქართველოსათვის აკეთებდნენ ხა შენობას ხო არ აკეთებდნენ, სამე წასაღებად, ხო? ეს ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილია. ისე როგორც მაგალითად შორსვრა წავიდა ფარაჯანოვიც არის ქართული კულტურის ნაწილი და ჩვენ თვითონ ასე ვთქვათ ბოდიში მომხდარა სუფრაზე შევტენეთ სომხებს. მაგრამ მნიშვნელოვანი არის ეს და ფარაჯანოვი ალბათ კაი მაგალითი იქნება იმისა, რომ რაღაცნაირად თითქოს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვეპოტინებით თუ ვიღაცა გვყავს ისეთი ცნობილი, რომელიც მთელ სოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი და არა მხოლოდ რაღაც ვაკევერაზე და მხოლოდ თბილისში, ფარაჯანოვი არის, რომელსაც არ ვუფრთხილდებით ახლა ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო პოპულარულია მაინც და საერთაშორისო იმის რაღაცნაირად თითქოს მაინც არ ვაცხადებთ ისეთ პრეტენზიას, აქ არ არის საუბარი ერთეულ ადამიანებზე, სპეციალისტებზე, მაგრამ ზოგადად სახელმწიფოც არ აცხადებს ამ პრეტენზიას, ჩანს ეს აშკარად. და შეიძლება თუ არა დაგრძალეს მუზეუმი გაუხსნეს ფაქტია და კიდევ კაი ეგ მოხდა ახლა ხო ვიცით რატო წაიღეს, იმიტომ რომ მოისპობოდა, გადაიღებოდა ნაგავში. მე მახსოვს ფარაჯანოვის გარდაცვალება, არც პატარა ვიყავ, 20 წელს ვიყავი. ნეკროლოგი არ დაბეჭდილა არც ერთ ქართულ გაზეთში, ლიტერატურულ საქართველოში იყო მარტო და იმაში უფრო იმაში ქართულ ფილმში. მეტი საერთოდ რეაქცია არ ქონია. და საერთოდ ეს დამოკიდებულება, აი ლაშავ ზუსტად თქვა, ეს არის აი რაღაცა შენ სხეულის როგორც ისტორიას თუ წარმოვიდგენთ როგორც რაღაცა ერთ სხეულს, იმ სხეულს აჭრი ნაწილს. იმიტომ რომ რაღაცა აკვიატებული გაქვს ვიღაცას რა ეს ხო არის მართლა ანონიმური დისკურსია, ის სომეხი რაღაცას გართმევს. მე და მართლა გქონდეს დასარტყმელი. მეორე რა არის? იცი აი კიდე რისი დამატება შეიძლება. აი ამ ტყუპის სწავლობის ის ერთი სამეფო დინასტია, ნუ გვავიწყდება. ბაგრატიონები არ არიან, ქართული დინასტია არ არის. ეგ სადაურია კი ბატონო, არ შევეშვათ მაგებას. მაგრამ ზუსტად ისევ არის სომხეთის მეფეთა დინასტია, როგორც ქართველთა და აფხაზთა სამეფოს მართველი დინასტია. თავიდან ბოლომდე პირველად ჩდებიან და აღზევდებიან სომხეთში, საუკუნე ნახევრის 2 საუკუნის შემდეგ ქართლში. და მათი მეშვეობით იქმნება აფხაზთა და ქართველთა სამეფო, რომელიც საფუძველს უქმნის საქართველოს. საქართველოს ვერ დავაკავებს. რა ქვია, ისიც სომხეთის ტერიტორიები რო შეერთეს დიდი საქართველოს დროს, ესეც ერთ-ერთი საფუძველი იყო, რომ იქაც და აქაც ერთ-ეგივე დინასტია. კი, რა თქმა უნდა, გაგიკ მეორე ანისის მეფე რო კვდება, ბაგრატ მეოთხეს იმიტომ იწვევს სომხეთი მართველად და ეს ჩადის 1045 წელია. იმიტომ რომ იგივე დინასტია, იმავე ოჯახის წევრია და ერთადერთი გადარჩენილი და დავითი რუანიში შედის და დედოფალ კოტრანიკეს საფლავში ჩაზახებს რომ გავათავისუფლე შენი ქალაქიო. კი, აი ესე ცნობილი ქართული ისტორიოგრაფია. და შემდეგ შენ წერ შენს ბლოგში რომ ისტორიკოსების ძალიან დიდი ღვაწლი არის ის რომ დღეს აი ესეთი armenophobiuli ვნებები ჩვენთან არსებობს. გარდა კიდე ერთი რამეს ვიტყვი, სანამ ბოდიში ხდება გაწყვეტინა ეხლა ქვია გიორგი სოვაწყვეტინე. ქართული ისტორია დღემდე არის სრულიად მონოეთნიკური ისტორია, ანუ ჩვენ მარტო ქართველების ისტორიას ვხვდებით. ამიტომაც მაგალითად იგივე აზერბაიჯანელი ბორჩალო რა არის უმრავლესობამ ქართველებისა საერთოდ არ იცის ხო? და ასე შემდეგ ჩვენ არ ვიცით
აი მართლა სახელმწიფო ისტორიაში ეს ადამიანები დიდ როლს თამაშობენ და ამიტომაც მნიშვნელოვანია რომ რაღაცა დროს ამ ეთნიკური ისტორიიდან უნდა გადავიდეთ სახელმწიფოს ისტორიაზე. ახლა მაგალითად ჯავახიშვილი წესიერი კარგი პატიოსანი კაცი იყო და თავის ციკლს უწოდა ქართველი ერის ისტორია, მაგრამ ხო გვინდა რომ საქართველოს ისტორიაც არსებობს, არა მხოლოდ ქართველი ერისა და ამ საქართველოს ისტორიაში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები და პირველ რიგში ყველაზე დიდი და ტრადიციული საქართველოს ეთნიკური ჯგუფი იყო სომხები. ხო, აი სადღეგრძელო სიტყვები და ტერმინოლოგია ოდითგანვე. ხო, და ეს ამნიშნულოვანია რომ ესეც შევისის ხორცოთა და უფრო საინტერესოც იქნება, უფრო მრავალფეროვანს უკეთესად გვეცოდინება საქართველოს ისტორია. ხო, ერთი გიორგი არ უპასუხია უბრალოდ. ხო, ნუ ისტორიკაში სხვადასხვა ლაშამ რადგან ჯავახიშვილი ახსენა, ჯავახიშვილს სწორედ ეგ აქვს, რომ საქართველოს ისტორიის გაგება შეუძლებელია სომხეთის ისტორიის გაგების გარეშე. საქართველოს შუა საუკუნეების სპეციალისტი მაგალითად შეუძლებელია იყოს კვალიფიციური თუ არ იცის სომხური და არ იცნობს სომხურ საისტორიო წყაროებს. იმიტომ რომ ეს არის კიდევ მეორე, ეს არის რაღაცა სინთეზი, აი სიამის ტყუპები არიან, რომლებიც ერთად გაჩნდნენ და ერთად მოდიან დღემდე. ის რომ აი ხა მოდი მოვიჭრათ და იცით რა არის, ეს არის მაინც მე-19-20 საუკუნის ნაციონალიზმები. ნუ რეალურად და იმის გაგებ ხარ მინდა გავასამართლოთ ყველა და რაღაცა. როგორც მათ ესმოდათ, რომ ეს ნაციონალიზმი აუცილებლად მონოეთნიკური უნდა იყოს, ისე როგორც თბილისი გახდა ფაქტობრივად მონოეთნიკური ქალაქი, ეს ბერიას დაწყებული ის არის ინდუსტრიალიზაციის და ჩამოსახლება მასობრივად. ეს იყო კიდე როდესაც მანამდე საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე 10-იან წლებში დასავლეთიდან, ქუთაისიდან მოდის და დიდი ნაწილი მათ შორის ცისფერყანწელების ხო ხედავენ თბილისს და არიან ნუ აი შეძურწუნებული რომ ეს საქართველო არ არის. არ არის დედაქალაქი არ არის იგივეობრივი იმ ქვეყანას, რაც ბერლინი არ არის გერმანული ქალაქი და ანუ ეს არის მეტროპოლისი, ხო აზელილია ძალიან ბევრი. მულტიკულტურული. და თბილისი ექსტრემალურად მულტიკულტურული ქალაქი არის, აი საეთნოა რო ავიღოთ სიმბოლო, ხო? ადამიანი რომელიც 4-ენოვანი არის. ვინ არის საეთნო? არ არის ქართული პოეზია, აბა რა არის. მე ხოც რომ 4 ენაზე წერდა. სომეხი იყო ეთნიკურად, მაგრამ ეს აი კირკიტი რო შენ სადაური ხარ და სისხლის ანალიზები მომიტანე და რაღაცა გენეტიკური ისენი ეს არის აი მართლა ნაციონალიზმის ავადმყოფური გამოვლინება. ამიტომ შენ უარს ამბობ შენი ისტორიის საკმაოდ დიდ ნაწილზე, შენი კულტურის საკმაოდ დიდ ნაწილზე. მე-19 საუკუნე ავიღოთ. ქართული კულტურა უკვე აი მართლა ეროვნული კულტურა რჩება. ვინ მონაწილე? გაბრიელ სუნდუკიანცი ვინ არის? პეპოს ავტორი ვინ არის? ანუ ქართული თეატრის უმნიშვნელოვანესი ფიგურა, ასევე ორენოვანი, ხო? მერე თბილისში არსებობს ხო სომეხ მოღვაწეთა პანთეონი, ჯერ ეგეც როგორ ის არის, გამიჯნული ყავს. ოვანეს თუმანიანი, ანუ უზარმაზარი რაოდენობა ადამიანების და მე-20 საუკუნის ბოლო ავიღოთ. აი ჩვენ ვისაც მოესა გაიანე ხაჩატურიანი თბილისელი ხელოვანი ხო ერთ-ერთი უდიდესი აი რატო არ არის ქართული ხელოვნების ისტორიაში ხედავთ სადმე რომ გაიანე ჩვენ მოვეს ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა რა ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთხოვნადი საერთაშორისო მნიშვნელობით მხატვარია რა და შენ უცებ რატომღაც ამბობ რომ არა ეს ჩემი არ არის ეს არის სომეხი მოვიცილოთ ეს უბრალოდ აი გონება შეზღუდულობა არის და გავრცელება აი ანონიმური რაღაცა დისკურსის აი საოცრება მე გული ცუდად გამიხდა სალომე ასათიანის გადაცემაში რონალდ გრეგორსონი რო დაყავს თბილისის ქუჩებში და ეს სოლვაში ეძებენ წინაპრების სახლს და ის ვიღაცა გამოდის ქართველი რომელიც იგონებს სომეხია რომ ყველაფერი თავის თავზე მიიწევს მაგრამ არ სუნის წიგნი რომელიც დღემდე იმის გამო რომ ჩვენი ისტორიკოსები თუ რა ვიცი აი არ მუშაობენ ამ მიმართულებით და არ ქმნიან ამ იმას ერთადერთი წიგნია ქართველი ერის შექმნაზე დაწერილი რონალდ გრეგორსონის ამერიკელი ისტორიკოსი სომხური წარმომავლობის რომელიც დაბადებული მისი წიგნი რომ გამოიცა ქართულ ენაზე შარშან სულ პირველად თარგმნილი რა ამბავია ის კი გამოცემულია სამწუხაროდ ესეთი დაგვიანებით წინვალე ნაშრომი აი მართლა მაღალი აკადემიური ხარისხის ლიტერატურის მუზეუმში იყო პრეზენტაცია თავისთავად ცხადია მაგრამ დისკუსია არის ჯანმრთელი დამოკიდებულება და არა ის მხოლოდ იმის თქმა რომ სომეხია და ამის გამო მის დაწერილი წიგნი მიუღებელია ხა სად მივდივართ ეს ხო ერთი რაღაც უნდა ვთქვათ რომ
სხვათა შორის ევროპაშიც მაგალითად და იგივე საქართველოში შიგნითაც მაგალითად კუთხური რაღაცა დაპირისპირებებიც არის ხო? და ევროპაშიც არის მაგალითად ვიღაც ფრანგები, გერმანელები დაცინიან, იტალიელები, შიგნითაც ხო ჩრდილოეთ იტალიელებს, სამხრეთელები დაცინიან და ასე შემდეგ და გერმანიაში ასე მიწების მიხედვით ესე ვთქვათ რაღაცნაირად ეს იმიჯნება ასე დონე აი მაგას ვამბობ რა ჩვენ მაყურებელს უნდა აუხსნათ ეს თორე გასაგებია რომ ესე არ არის მაგრამ და ასე უნდა აუხსნათ ჩვენი საზოგადოებისთვის ეხლა რატო ლაპარაკობთ ამას ხო რომ გავიგე ეხლა ვიღაცამ თქვას რომ აი ამოხდა ეხლა ყველგან ხდება ესეთი ამბავი და რა ზიანის მომტანია ხო ეხლა ჩვენ ვისაუბრეთ ნაწილობრივ ამაზეც რომ რაღაცა სხეულის ჩამოჭრას გავს და რაღაცების მოშორებას ხელოვნურად ხო აი როგორც საზოგადოებისთვის როგორც იმ საზოგადოებისთვის რომელსაც ევროპაზე აქვს პრეტენზია და ევროპულობაზე აქვს პრეტენზია რა ზიანის მომტანი არის რომ ეს კარგად გაიაზრონ მაგალითად თუნდაც მაყურებლებმა რომლებიც თვლიან რომ ნუ რა მოხდა ეხლა დიდი ამბავი აი ეს სამწუხარო ფაქტია ისე იქამდე მივდივართ რომ აი რაღაცაზე ამბობ უარს რომელიც შენი ნაწილია შენი სხეულის ნაწილია და გონია რომ კარგს აკეთებ ამითი და საბოლოო ჯამში შენ იღარიბებ შენ საკუთარ თავს საკუთარი ნებით ამას ხო არა კრემლი ხო არ გაიძულებს და რაღაცა თეთრი სახლი და კიდე ალბათ სხვა პლანეტებზე იქნება კიდე რაღაც შეთქმულების ადგილები და არა შენ თვითონ აკეთებ იმიტომ რომ იმდენად შეგეზღუდა აზროვნება ეს მარცვალი შეიძლება ჩადებულიც არის კი იმ კრემლის არ ჭირდება ამას ჩადება როდესაც შენ თვითონ გონება არ ყოფნის და ინტელექტი არ ყოფნის ისინიც რომ აქ სხვადასხვა ეთნიკურ ყოველთვის გამოიყენებს მტერი და თავისთავად ცხადია რომ ყოველთვის სასიამოვნოა მტრისათვის რომ შენ ჩუქნი მე იმაზე მაინტერესებს საბჭოთა კავშირის აი 70 წლის განმავლობაში თუ იყო რამე სხვაობა აი ამ დამოკიდებულებაში თქვათ საგებია მე-20 საუკუნის დასაწყისში მე-19-ის დასასრულს დაიწყო უკვე ესეთი აშკარა არმენოფობია და ამას ჰქონდა თავის მიზეზი ვთქვათ ის რომ სომხები იყვნენ ჩვენზე მდიდრები საშუალო კლასი ეგრეთ ამიტომ ვიძახი რომ რეალურად ის არმენოფობია რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში იწყება ის გავს თავისი შინაარსით ანტისემიტიზმს იგივე სტერეოტიპები ის არის ფულიანი აი როგორი სტერეოტიპები შეიქმნა ებრაელების მიმართ აი სისხლის მწოველი მევახშე და მდიდარი და ის მე მართმევს რაღაცას აქ ხდება იგივე იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ მთელი ქონება იმიტომ რომ მუშაობს ის ადამიანი ფინანსისტია თუ ვაჭარია თუ ხელოსანია როდესაც აი სოლოლაკი რო ვახსენეთ ხო სოლოლაკის ტერიტორია ქართველმა თავადმა ესტატე ციციშვილმა თამამშევს გაუცვალა ორ საჩოხე ნაჭერში მეჩი კი არაფერში მე მესმის რაღაცა დიდი ის მიიღო აი ჩოხა ორი ჩოხა შეიკერებოდა იმ ნაჭრიდან ამაში გაუცვალა მე უცებ მოდის რომ აი სომეხი მოვიდა სისხლისველი და წაართვა არა აი ამას ეს რო არის დარდიმანდი და მეტი არაფერი ინტერესები არა აქვს აი ის მთელი თავისუფლების მოედნის ტერიტორია და თამამშევის სახლებიც იქვე აშენდა და ოპერაცია ერთი რამე მაინტერესებს რომ ფეოდალური ცნობიერების არის აი ეს არის ზუსტად რომ ფეოდალმა არ უნდა იმუშაოს ჩვენ ხო იდეალიზებული გვყავს თავადაზნაურობა რა ლამაზები და რა ჭკვიანები და რაღაცა ეს არის რეალურად ის ვინც არ მუშაობს არ ეკადრება დადის ბანკოს თამაშობს და რაღაცა აკამოვშილაძის რომანების სამყაროში გადავდივართ. აი ამ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. მაშინ იყო ფეოდალები და ანტისემიტიზმი. ესეთი ზაფრი არ იყო როგორც სოციალური ამბავი არ იყვნენ მდიდარი ებრაელები. ხო, ანუ ეს ებრაელები არ იყო მდიდარი. სომხების ხარჯზე ხო არ მოხდა ის რომ ებრაელები არ ვიცი რომ ებრაელების მიმართ არ იყო ქართული ებრაელები რატო არ იყვნენ ქართველი ებრაელები? არ იყვნენ ისეთები როგორც იყვნენ აშხენაზი ებრაელები ევროპაში, რომლებიც იყვნენ საქართველოსში. ხო, არა, იმიტომ რომ საინტერესო არის. ჩამოდიან მე რა ქვია მე-19 საუკუნეში იყო რუსეთიდან, ლიტვიდან ეს აშხენაზები თქვათ ცხინვალში იყო ერთ-ერთი ძალიან ცნობილი რაბი ლიტვიდან ჩამოსული, ისინი დიდ შოკში არიან, რომ რა ქვია ეს რა დღეში ჩაგიგდიათ ებრაელობაო, ხო? არ იყვნენ, რა ქვია, ეხლა მე წამოდის უკვე მე-19 საუკუნეში
ნახევარში ცოტა უფრო გამდიდრებულები არის, მაგრამ აი ამ მასას ჯერ ესეთი ბევრად უფრო მეტნი არიან სომხები. ხა სომხები იყვნენ ყველაზე დიდი უმცირესობა საქართველოში. დღეს ყველაზე დიდი აზერბაიჯანელები არიან. სომხთა რაოდენობა საშინად შემცირდა არა მხოლოდ მე-19 საუკუნესთან შედარებით თბილისში, არა, საბჭოთა დროს 80-იან წლებში 9 მილიონს მიაღწია და ეხლა 187,000-ია თუ არ ვცდები. ანუ წარმოუდგენლად შემცირდა რაოდენობა. აზერბაიჯანის რაოდენობა ბუნებრივად იზრდება, კიდე სხვა ამბავია. ხო, აღარ არის ისეთი სერიოზული და ძალიან გავლენიანები არ დავღვიძე ხა მაგალითად მე სომხებს სხვა დამოკიდებულება აქვს მართლა თბილისისადმი და საქართველოსადმი, სწორედ ამის გამო რომ ეს იყო დიდი კულტურული ცენტრი. ორი დიდი კულტურული ცენტრი ჰქონდათ. დასავლეთ სომხებისათვის იყო სტამბოლი, კონსტანტინოპოლი თუ გნებავთ და აღმოსავლეთ სომხებისათვის თბილისი. ხო? ეს ორი დიდი კულტურული ცენტრი სომხებმა დაკარგეს. მათი ძალიან სერიოზული პრობლემაა ეს და სადღაც რა ქვია პროვინციულ ერევანში მოუწიათ მაგალითად თბილისიდან კულტურული ელიტას წასვლა. დიდი ცვლილება ეხლა ჩვენ იგივე არაფერი არ დაგვმართია ამის ეს როდის წასვლა? მე-20 საუკუნეში საქართველოს დამოუკიდებელი ხდება და მე საბჭოთა პერიოდში ხო ამ პერიოდში ხო აღარ არის რა ქვია აქ აი ეს რუსეთის იმპერია მაინც ხო სხვანაირი იყო ხო და ეხლა ოდესაც რესპუბლიკები შეიქმნა ასე ვთქვათ მე უკვე იქითკენ წავიდა და უამრავი სომეხი მწერალი და პოლიტიკოსის და მათ შორის აი შორს უაწავიდეთ მაგალითად საერთნოა ახსენეთ საერთნოა არის ლორე ხო ლორი იყო ერეკლეს დროს საქართველოს ნაწილი და ისტორიულად აი სასაზღვრო რეგიონები სულ ხელიდან ხელში გადადის როცა აღარ არსებობს სომხური სახელმწიფო გასაგებია მე კიდე სხვა პროცესები მიმდინარეობს. ლორე აი საქართველოს ომი იყო საერთოდ მაგალითად. მაგრამ ასევე აქვე მიქოიანის იქვე ძალიან ახლოს არის აქვე მიქონის სახლ-მუზეუმიც არის იქ აქვე ლორეში. ისიც თქვათ ხო და ქართული ცოტა ბავშვობაში ძაბშევიკა ასე შენ. ნუ კამოზე და ეხა საერთოდ გორელ სომხებზე ხო არ ხო აი სომხებიც განსხვავდებიან ხო საქართველოში არიან მათ შორის ეხა ხანს ვიყავი შეხოთაშორის ნინო წმინდა ახალქალაქში ახალგაზრდებთან ქონდა შეხვედრა და იქ ნუ საუბრობდით მე და იქაც იყო აპარაკი რომ მაგალითად თბილისელი სომხები სხვანაირ დამოკიდებულება აქვს მაგალითად ახალქალაქელი სომხების მიმართ თბილისში შიგნითაც არიან მაგალითად თბილისელ ქართველს არა თბილისელი ქართველის მიმართ დამოკიდებული არა ნუ გენოციდის ჩამოსული მაგალითად სომხების სხვები კი სხვა ჯგუფია კიდე და ეს შემდეგ რა ისიც არა ჰომოგენურია ყველაფერს თვაბი რომ დავანებოთ და განსხვავდება ძალიან დასავლეთ სომხური რომელიც ფაქტობრივად ემიგრაციაში ღარწებობს თუ დარჩეს და აღმოსავლეთ სომხური და უბრალოდ სხვა ენაზე ლაპარაკობდნენ ისინი აქ რო ჩამოვიდნენ თბილისში თქვა მართლა გენოციდის შემდეგ სხვა ენაზე ლაპარაკობდნენ საქართველოში ძალიან ბევრი არის სხვათა შორის რაღაც ძველი ტრადიცია არის ყარაბახიდან სომხების ჩამოსახლების უამრავი ყარაბახელი სომხი იყო რა ქვია თბილისშიც და თბილისის გარეთაც და ჩამოყავდა სწორედ ყარაბახიდან თავის დროს ერთი კითხვა თუ შეიძლება კიდევ აი მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში და ბოლოსკენ უფრო თქვათ დაბადებული ადამიანისათვის საქართველოში რომელმაც თქვათ არაფერი არ იცის სომეხი იცის რომ სომეხი შეიძლება იყოს მეწაღე შეიძლება იყოს დალაქი ეს არის ის როდესაც ჩვენ მას ხო ხელოსანი რომელსაც არ ვაძლევდით უფრო ზემოთ ასვლის მეტი განვითარების საშუალებას თუ როგორ მოხდა ის რომ ერთ დროს თქვათ საუკუნის დასაწყისში სომხები იყვნენ ყველაზე შეძლებული ჯგუფი, ეთნიკური ჯგუფი და უკვე საუკუნის დასასრულში კი პირიქით ისინი რაღაცნაირად საქართველმა ამ შემთხვევაში საბჭოთა სისტემა აი ხო ბიოგრაფიები რომ ნახოთ არამიანცის ან მელიქ აზარიანცის ან მოხდა წართმევა მათი ქონების ხო აი ესე ჩამორთმევა ქონების ზოგი შიმშილი თკვდება აი მიხაილ ეს ისა მან განსხვავება არა ქართული იყო თუ სომეხი ხო ყველა საკუთრივ ფაქტობრივად შიმშილით მოხდა უკვე ანუ ეს ბურჟუაზიული ელიტა მანთაშოვებიც ესენი განადგურდნენ როგორც ყველანაირად კულტურული წავიდა რა თქმა უნდა ხო ამ დროს სომხეთის რესპუბლიკაში მოკლე დროის განმავლობაში სომხეთის დამოუკიდებელი იყო იქ წავიდნენ მაგალითად ბოლო მერი
თბილისის იყო პრემიერ-მინისტრი, მერე ზაფია სომხეთის ხატისიანი ხატისოვი. ხო, უაღრესად საინტერესო მოგონებები აქვს ხათა შორის დაწერილი. ძალიან დიდი როლი აქვს თბილისის განვითარებაში ნათამაშების ხათა შორის, ხო? და მე ეს კულტურული ელიტა წავიდა და დარჩა უფრო რა ქვია ესეთი ხელოსნები და ხო, მხოლოდ სომხებზე კი აუცილებლად უბრალოდ ჩანერს გავაკეთებ, რომ აი ახლა რაზე ვსაუბრობ, ზუსტად ნინიამ რა კითხვაც დასვა, არ ეხება მხოლოდ სომხებს, ხო? იმიტომ რომ ჩვენ არაერთხელ გქონია მაგალითად აზერბაიჯანული თემის მონაწილეობით გადაცემა, სადაც იგივე პრობლემაა დღესაც. ხო, ანუ ისინი რაღაცა დამოკიდებულებაში მაინც არის. არა, შესაძლებელია, მაგრამ ხო, ის რომ მათ არმენოფობია არის ყველასგან განსხვავებული. იგივე პრობლემა არის. ხო, რაღაცას ამბობ, მაგრამ მაინც უნდა გამეკეთებინა ჩანს. მე კი ვარ წინააღმდეგი რომ გადავაბრალოთ ხოლმე ყველაფერი საბჭოთა წარსულს, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამ დეკლასირებას, რასაც იწვევს, არის კორენიზაციის პოლიტიკა, რომელიც საბჭოთა გამოგონება 20-იანი წლების სტალინი უდგას ამას სათავეში როგორც მაგ საქმის ოფიციალური ხელმძღვანელი, ეროვნულ საკითხთა სახალხო კომისარი და შემდგომ გენერალური მდივანი პარტიის. ანუ რას ნიშნავს, რომ ტიტულოვანი ნაცია, საქართველოს ტიტულოვანი ნაცია ქართველი, რუსეთში რუსი, ბელორუსიაში ბელორუსი, თავარ წამყვან თანამდებობებზე ინიშნება იმ რეალურად იმ ეთნოსის წარმომადგენელი. იმ ბოლშევიკებს ცოტა სხვანაირი წარმოდგენა აქვთ ერის და ეთნოსის შესახებ. კი. არა არის უცნაური. ახლა მე განსხვავებით გიორგის უფრო კრიტიკული ვარ საბჭოთა იმაზე და მე აი ეს შავბნელი ნაციონალიზმი რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს. სწორედ საბჭოთა პერიოდში. იმიტომ ყველა ეს ისტორიკოსები, განსაკუთრებით ისტორიკოსები დიდი ბოროტი დანაშაული აქვს ჩადენილი, სხედან ამ თავიანთ ინსტიტუტებში და იგონებენ ზღაპრებს თავიანთი ერების შესახებ. და აი ეს სრულიად ჩაუბნელი. აი მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირება მე-19 საუკუნეშიც იყო გადაგებულება საბჭოთა კავშირის ეს იდეოლოგია რა თქმა ეს არის ანუ ჩვენ ცოტა არასწორი წარმოდგენა. იქით გათქვეფა არ აწყობს. არ არის. ეგ უბრალოდ ჩვენ რაღაც ეგეც ის არის რაღაც 80-იანი წლების ნარატივი, რომ აი ვიგრძალავდნენ და სტრატეგიულად ამბობ. არა, ეს იყო პოლიტიკა სტალინის შექმნილი არის მთელი მაგის ისინი ფორმით ნაციონალური შინაარსით სოციალისტური რეალურად მოხდა მაქსიმალური საბჭოთა კავშირი არის აი დიდი ქარხანა, ფაბრიკა, რომელიც ქმნის, იგონებს ახალ ნაციებს. აი ეგეთი მოდელი შექმნეს, ამაში მონაწილეობენ ენათმეცნიერები, ეთნოგრაფები, ეს გახდა აი რატო იყო ესეთი უზომო რაოდენობა ენათმეცნიერების. ეს უკვე არის სტრატეგიული, იმიტომ რომ მთელ ამ ენებს იგონებენ, გრამატიკებს წერენ, ამბანებს უქმნიან და ასე შემდეგ, ხო? ესეთი მიმართულების, ეს არ იყო რომ რაღაცა ერთიმამდე დავიყვანოთ და ნაციონალობა წავართვით. იცვლება, რა თქმა უნდა, პირველი ეტაპი სტალინის პერიოდში პარალელურად და ამ დროს მიმდინარეობს ეს შავბნელი ნაციონალისტური პოლიტიკა. ეგ არის ეგეთი ტიპის მოდელი შეიქმნა ფაქტობრივად ნაციონალიზმი თავისი როგორც წარმოედგინათ და როგორი ყალიბიც მისცეს იმაში ასხავენ ყველას ერთნაირად და ამ დროს კიდევ უფრო მეტად ეძება აი ამ წარმომავლობა ეთნოგენეზ რეალურად ყველაფერი გავიგეთ ჩვენ საბჭოთა პერიოდში. აი იმ საბჭოთა პერიოდის მეცნიერების შექმნილია ეს და გადამეტებაც. აი აქ კი რა თქმა უნდა არის სტალინის ფაქტორიც, რომელსაც უნდა რომ მისი ის ნაცია საიდან წარმოდგება კიდე უფრო მეტად გაბუქებული იყოს. ახლა ეს ნიკო ბერძენიშვილის მოგონებებშია და ნუ ვიცით ფაქტობრივად პირდაპირ აძლევს მითითებებს ამის ამ ქართული ისტორიკოსებს. კიდე იმის თქმა შეიძლება რომ ახლა ნახე აი სწორედ სტალინის ეპოქაში იწყება რუსების განდიდება ომის 30-იან წლებში. ომის შემდეგ განსაკუთრებით აი საბერძნეთის შემდეგ და ყველაფრის კოპირება ხდება მერე ასე ვთქვათ როგორც საბჭოთა დროს ამბობდნენ ხოლმე ადგილებზე ნამესტახ როგორც ამბობდნენ ხო. ხო და ეს რუსული ნაციონალიზმის კოპირება მე აქაც ხდება. აი მაგალითად თქვენ გახსოვთ ისე მაინც რომ აი მოიგონეს რომ რუსმა გამოიგონა ყველაფერი, ხო, ორთქმავალი გამოიგონა, ტელეფონი გამოიგონა, ნატურა, ყველაფერი რუსმა გამოიგონა. მე ცდილობები იყო ხოლმე რომ აქაც ჩვენ რაღაცა გამოვიგონეთ. ზოგჯერ მოსკოვიდან თვით საქმენა არა, ეგ რუსმა გამოიგონაო, მაგრამ აქ იყო აი ეს ისა შეჯიბრი მე და აი ეს შეჯიბრებითობა რაც გვაქვს ქართველებსა და სომხებს მე უფრო ადრე ხო და ეს ძალიან ღრმა საბჭოთა ფესვებია. ან მაგალითად აი რაც შეეხება მართლა ეთნოგენეზზე წარმოდგენებს და ამებს. მაგალითად აგერ 60-იან წლებში შეიძლება თქვა ჩვენს თვალწინ მოიგონეს
აზერბაიჯანში და ნელ-ნელა ფეხი მოიკიდა და ახლა პოლიტიზირება ხდება და ინსტრუმენტალიზაცია. ზია ბუნიათოვი იყო ეგეთი, რა ქვია, ისტორიკოსი, რომელს მოიგონა ეგეთი ალბანური თეორია. ანუ ყველაფერი ქრისტიანულადაც არის აზერბაიჯანის თეორია, ალბანელებიც არის და ამიტომაც მაგალითად ეხლა ყარაბაღში თურმე რამე სომხური ეკლესია თუ დგას, ის ალბანელის არის, ამიტომაც აზერბაიჯანულია და სომხებმა მე შიგნით ჩაწერეს სომხურად რაღაცა და ესეთი სიგიჟეები. აი მაგალითად არის ხო საქართველოს ახლა მაგ წარწერებზე გამახსენდა თქო ალბანური თეორიას იყენებენ სწორედ გარეჯისათვის. დავითი გარეჯზე, კი, ზუსტად. ქართული ძველი შუა საუკუნეების და მათ შორის ადრეული შუა საუკუნეების ძეგლებზე ხდება სომხური წარწერები. ეს ბუნებრივია. ისევე როგორც ქართული წარწერებია სომხეთში ყველგან, ხო? იმიტომ რომ ეს კიდევ მეორე ეს არის ერთი დინასტიის მიერ მართული უკვე როცა ბაგრატიონები შემოდიან და იპყრობენ რეალურად, იგდებენ ორივე ქვეყანას, ქართლსაც და სომხეთსაც და თან ეს არის აი მართლა ერთმანეთში არეული. ანუ იგივე ის სომეხი რელიგიურად სომეხს უფრო მეტად ნიშნავს და ქართველი შესაბამისად კალკედონიკი ვიდრე აქ ეთნოსზე არის ლაპარაკი, ხო? ანუ რომელი სარწმუნოების მიმდევარი ხდება, რა თქმა უნდა, როდესაც ქართლში დომინირებს ბიზანტიური, კალკედონიური, ანუ დღეს რასაც მართლმადიდებლობას ვეძახით და სომხეთში სხვა ეკლესია, ანტიკალკედონიური, სწორი უფრო ეს არის. მაშინ აი ეს თანაარსებობა ხდება, არის შესაძლებელი, არ არის აქ ისეთი სიტუაცია რეგიონები, ხო? აი ხა ტაო მაგალითად, ტაიკია სომხურად, სამხრეთ საქართველოს სომხიც ვეძახით ქართველები, ისინი გუგარქს ეძახიან ან ვირქს პირდაპირ, ხო? ანუ აი სასაზღვრო ის რეგიონები ყოველთვის არის ასევე შერეული მოსახლეობით და მართლაც ხელიდან ხელში გადადის და არაფერი ერთხელ სამშვილდეში ვიყავი და ვიღაც ახალგაზრდა მოვიდნენ და იქ უთხარი ზოგჯერ სომხურიც იყო თქო და ეწყინათ და იყო და ახლა რა ვქნა და რა ვქნა. შენ აგრეთვე ხშირად საუბრობდი ხოლმე და იცავ ასე ვთქვათ მათ უფლებებს და ვცდილობ რომ დაუბრუნდეთ მათ თავისი ეკლესია. არის რამდენიმე არაერთი ეკლესია საქართველოში, რომელიც სომხების არის, მაგრამ მათ არ უბრუნებენ მას შემდეგ საბჭოთა კავშირის დროს ჩამოერთვათ როგორც ყველას და მას შემდეგ არ რა არის ამისი მიზეზი თუნდაც ყველა ეკლესია რაც არის რამდენადაც მე ვიცი, ხა შეიძლება გონდა მეშლება და გიორგი შემისწოროს, რატომღაც მართლმადიდებლურ ეკლესიას გადააბარეს და მათ უნდა გადაწყვიტონ ვის ეკუთვნის და ვის არა. ანუ საპატრიარქო უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ვისია. საკურველი არის ძველი დაპირისპირებაა სომხურ ეკლესიასთან. ყველაფერს თავი რო დავანება და მაგალითად აგერ შორს ვარ წავიდეთ კოტე აფხაზის ქუჩაზე ყოფილ ესელძეზე უზარმაზარი სომხური ეკლესია ხოვნათანიანების ფრესკებით ფანტასტიკური ხოვნათანიანების ოჯახი არის საერთოდ თუ კი რამე ქართული არსებობს ეგ არის თბილისური პორტრეტი და რა ვიცი მე უმნიშვნელოვანესი ქართული კულტურის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი და შემადგენელი ნაწილი ამათი ფრესკებით არის უბრალოდ ვერც კი შეხვალ დღეს დაკეტილია კარი და ასე შემდეგ ასე ვლაპარაკობთ ახლა ან რესტავრაცია გაუკეთეს ნორმალურად სხვათა შორის იმიტომ იყვნენ ვიღაცები ეშინოდათ რომ რამე არ გააფუჭო არა კარგად არის გაკეთებული მაგრამ აიავლაბარში ყველაზე მაღალი ეკლესია იყო თბილისშიავლაბარში რო ეკლესია არის ჩამოინგრა მიწისძვრის გამო იმის ტერიტორია ფაქტობრივად შეჭამას რომ იქ არასოდეს აღარ მოხდეს ამ ეკლესიის რესტავრაცია გუდიაშვილის მოედანთან რო არის რა ქვია პატარა ეკლესია რომელიც ასევე ჩამოინგრა არავინ არ აკეთებს რესტავრაციას ანუ ძალიან ბევრს შეიძლება ეწყინოს ახლა, მაგრამ საქართველოში მიზანმემართულად ხდება სომხური კვარის წაშლა. და ეს არის აი სომხური კვარის წაშლა არის ნამდვილად არარაციონალური ქმედება, რადგანაც ეს სომხური კულტურა არის ჩვენი კულტურის განუმეორებელი ნაწილი და განუყოფელი ნაწილიც და ჩვენ ეს უნდა გავიგოთ და ამით უფრო უნდა გავამდიდროთ ქართული კულტურა. აი იცით აი საიდან უნდა გამოვიდეთ აი დესოვიეტიზაცია რა არის აი ამ ეთნოცენტრისტული ნაციონალიზმი რომელიც აი იმ მოდელის გამო ხელი შეუწყო ხა მე შეთქმულების თეორიებზე შორს ვარო იქ სტალინმა რაღაცა ჩაიფიქა არა აი ეგეთი წარმოიდგინეს ხა ნუ გონია რომ ყველას რაღაცა ის ქონდა ზე გონებრივი აი ეს მოდელი შექმნეს ბოლშევიკებმა ამან განავითარა ეს ეთნოცენტრისტული ნაციონალიზმი და ფაქტობრივად რას იწვევს რომ შენს ისტორიას გამოშიგნავ
აი რაც არა ეთნიკურად ქართულია და ესე ძალიან ძნელი დასადგენია კაცმა არ იცის ვინ არის ეთნიკურად სულ ანუ არ არსებობს ეგეთი ცნება უკვე მართლა ფაშიზმში ვარდებით რაღაცა რასობრივ სისუფთავეზე თუ მივა საქმე ხო მაგრამ მაგის გამოძახილებიც გვახსოვს ზურაბ ჟვანიას მიაძახეს ხო მე გვიან შემოგიერთდით და უც მოუსწარე მარტო ამას და სხვადასხვა ჟვანია მაგდროს ძალიან ღირსეული პასუხი გასცა ეგეთ ღირსეული პოლიტიკოსები რო ბევრი ყოლო და ბევრად წინ ვიქნებოდით არა მე ვამაყობ კი დედაჩემი არის სომეხი და მე ვამაყობ ამით რომ ეს არის სომეხი და საერთოდ ერის გაგებაზე როგორც წესი უყურებენ ხოლმე ან არ ვიცი ხო არ მასუხობენ როგორც წესი იმდენად ესე იგი ეს რაღაცა ყველაზე ესეთი ბრალდება არის მნიშვნელოვანი რომ თითქოს ეშინიათ კიდევაც გამოსავალზეც რო ვილაპარაკოთ აი რა შეიძლება ესეთი ცნობიერების შეცვლისთვის რა არის ხო აი რაღაცები ამბობენ რომ რაღაცა ესეთი მოკლედ დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას რაც დროს სჭირდებაო იგივე დრო ჭირდება ამ დამოკიდებულებების ცვლილებას რაც მე მგონია რომ არასწორია იმიტომ რომ შეიძლება ძალიან მოკლედ დროშიც რაღაც გარკვეული თანამედროვე აი ეს ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რაღაც არგუმენტი სომხების წინააღმდეგ არის ხოლმე ის რომ ქართულ-აფხაზურ დაპირისპირებაში ისინი რაღაც აფხაზების მხარეს იდგნენ ხო ნუ კაი აი ამაზეც რა შეგვიძლია ვუპასუხოთ ავხსნათ ვისაუბროთ ალბათ ნებისმიერ ხო რაღაცა კითხვაზე უნდა პასუხი გაეცეს ალბათ აი ხა რაც მაგას შეეხება და ქვია მოკლედ ვიტყვი იმიტომ რომ აი ხა მაგალითად სომხების უკმაყოფილოები არიან ყარაბაღთან დაკავშირებით კი ქართველები აშკარად გულშემატკივრობდნენ არა გულშემატკივრობაზე არ არის აქ არის ამ ტერიტორიულ მთლიანობაზე ლაპარაკი გასაგებია ისევე როგორც ჩვენთვის არის გაუგებარი სომხების დამოკიდებულება აფხაზეთის მიმართ ისევე მათთვის არის გაუგებარი ყარაბაღთან მიმართ რომ სრულიად სხვადასხვა ამბავია იქ არის ასე ვთქვათ საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებს იქით რომ სომხური ტერიტორია ის რომ უნდათ შედგა ეს ამბავი როგორც ახლა ვნახეთ და იქ პირიქით არის რა ქვია აფხაზეთში ხო ამიტომაც რადგან ხედვა არის სხვადასხვა ახლა მაგალითად ცოტა ხნის ლექცია წავიკითხე იმასთან დაკავშირებით რომ აი როდესაც იყო რუსეთის იმპერიაში საუბარი იმასთან დაკავშირებით როგორი ავტონომიები უნდა ყოფილიყო ხო აი ქართველები ეთხოვდნენ ტერიტორიული ავტონომიას იმიტომ რომ ქონდათ წარმოდგენა საქართველოს ტერიტორია რა არის და სომხები ამბობდნენ კულტურული ავტონომია უფრო მნიშვნელოვანი და სომხები გაბნეული იყვნენ კავკასიაში ანუ იმის და მიხედვით თუ ერს რა პრობლემები აქვს იმას სხვადასხვანაირად უყურებს ხო ამიტომაც არის განსხვავებული ხედვა ამასთან დაკავშირებით და ეხლა ისე როგორც აი ეს კოლექტიური დანაშაული არ არსებობს რომ აი სტალინმა რო გაასახლა ყველა ჩეჩენი და ყველა ინგუში და ასე ვთქვათ უამყირიმელი და ესე ხوار შეიძლება დამოკიდებულება რომ ყველა სომეხი ხლა აფხაზის მომხრეა რა თქმა უნდა ხო და ის იქ იბრძოდა რაღაცა ნაწილზეა ლაპარაკი რომლისგანაც უამრავი სომეხი რა თქმა უნდა და ნუ შექმნილი არის ეგეც აი ამ რაღაცა ფობიური მითოლოგიის ერთ-ერთი ნაწილია აი რაღაცა მტრის სახე რო გინდა და ვის გადააბრალო და სამწუხაროა მეორე მხარეს რო აკრინებენ ხოლმე იმიტომ რომ მართლაც არაერთი სომეხი იდგა ქართველის გვერდზე რომელიც იბრძოდა ჩვენი ტერიტორიული თუნდაც ის ბაგრამიანის ის რო იყო რა ქვია სამხედრო დაჯგუფება საშინელებრივი გაკეთებული გასაგებია ვიცით მაგრამ არ შეიძლება მთელი სომხეთი დადანაშაულება ამის გამო მით უმეტეს ერევანში მცხოვრებს სომეხს აკავშირი ქონდა სოხუმში მცხოვრებ სომეხს ისე რომ დაუბრუნდეთ აი ამ გამოსავალს ეხა აი მე მაგალითად ლეხანოს დავიბარე და გავიზარდე და იქ ძალიან საინტერესო ეს იყო რა ქვია ფენომენი რომ ადამიანს რო აი ძალიან გამოკვეთილად არმენოფობიული გამოხტომები თუ გამოირჩეოდნენ ადამიანები და მე რო ეკითხები ჩვენ უამრავი მეგობრები ყავდა იქა და დღემდე მყავს ახლა ხო სომეხი მეზობლები მეგობრები ხო ძალიან ახლო მეგობრები და რო ეკითხები კი მაგრამ ესა ეგ ჩვენი ძმა არის თუ რაღაცა ისა ეგ არის ზუსტად არსებობს დისკურსი რომელიც გალაპარაკებს დისკურსი მაგას ნიშნავს რომ რაღაცა ანონიმური მეტყველების ფორმა ის თავისთვის ლაპარაკობს და შენ ლოგიკურად ვერ აკავშირებ ამ ორს ერთმანეთთან აი ეგ არის და სინამდვილეში რეალურად მთელი თავისი სიმძაფრით მაინც პოსტსაბჭოთა და აი ამ ნაციონალისტური აფეთქების შედეგად მოდის ყველაფერი. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ერთმანეთ უკეთესად გავიცნოთ ერთმანეთს, უკეთესი გაცნობა კი რასაკვირველია სკოლასაც მნიშვნელობა აქვს როგორ დაიწერება და ასე შემდეგ, მაგრამ მეორე, რასაც ურჩევდი ადამიანებს, უბრალოდ სომხეთში წავიდნენ და ეს არის უაღრესად საინტერესო და ძალიან ლამაზი ქვეყანა, განსხვავებული ლანდშაფტით, ვიდრე საქართველოა და სწორედ ეს ძალიან გემრიელი საჭმელიც ძალიან კარგი საჭმელი და მე ვფიქრობ ძალიან კარგი ადამიანებით
კარგი სტუმართმოყვარეობა. ძალიან სტუმართმოყვარე ქვეყანა. ხო, მე მგონი რომ აი ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა ისე ნინო წმინდა და ახალქალაქში. სომხები ერთ-ერთი სომა საქართველოს ვიდრე ქართველები სომხები. ჩვენ საერთოდ დათო ხშირად ამბობს ხოლმე ტურიკა რომ ეს ვაკეს რო არ გაცილებიან რა. ეს არის უმნიშვნელოვანესი რომ ჩვენი ახალგაზრდა თაობა ვატაროთ ხო რომ იქ მაგალითად ჩვენ დაკავდა ხოლმე ექსკურსიებზე წყალი მინდა რაღაცა ვეუბნებოდი შედიდათ ხოვე ხო აი იგივე სამშვილდეშიც ხო იქ რომ შედიოდნენ მე ამ ხალხს ელაპარაკებოდნენ იქ სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობების ადამიანები იყვნენ კუთვნილების და ასე შემდეგ ამ ბავშვებშიც ეს არის მაგრამ ეხლა ნინო წმინდაში და ახალქალაქში რო ჩადიხარ ჩვენ რომ ამბობ რომ ინტეგრაცია და ენის სწავლება და ასე შემდეგ ამ მიმართულებითაც რეალურად ნაბიჯები არ იდგმება ის ბავშვები არ არიან ნამყოფები მაგალითად თბილისში ნამდვილად ეგ კი არა მარნეული მე მახსოვს ჯერ 2004-ში თუ 5-ში იყო რომ განათლების სამინისტრომ აქ ჩამოიყვანა აზერბაიჯანი ბავშვი აგერ მარნეული და ნინო წმინდა კი არა მარნეული და ბავშვები პირველად ვარან თბილისში ნამდვილად თან მით უმეტეს მაშინ კიდე ის გზაც არ იყო ეხლა ნინო წმინდიდან კიდე უფრო ადვილია ჩამოსვლა ახალქალაქიდან ჩამოსვლა ამას სახელმწიფო რო იყოს ნამდვილი სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდა მოაწყონ ერთად შეერეული ადამიანები ერთმანეთს უნდა გაიცნოთ ქვეყანაში ცხოვრობთ ერთი ქვეყანა გვაქვს გასაშენებელი და მე დარწმუნებული ვარ რომ ამ ქვეყნის აშენებაში სხვაებიც უფრო მეტი ენერგიითა და ენთუზიაზმით მიიღებენ მონაწილეობას როცა უმრავლესობაც ხურს არ აიღებს. კი ბატონო, უნდა დავასრულოთ გიორგი მოკლედ თუ შეიძლება ჩვენ თუ გვინდა რომ მართლა მშვიდობა და თუ არ იქნა მშვიდობა და შიდა მშვიდობა როგორც შიგნით ქვეყნის ასევე რეგიონში არანაირი განვითარების პერსპექტივა და არსებობის პერსპექტივა არ აქვს. გავითვალისწინოთ რომ აი ბიზაშენის ფრაზა რომ ობოლიერი ვართ, აი ობოლიერს ყავს თავისი ტყუპისცალი სომხების სახით. ჩვენ უფრო ახლობელი დედამიწის ზურგზე არავინ არ ყავს და არც გვეყოლება ქართველს სომეხზე ახლობელი არ ყავს. ამას თუ ვერ გავაცნობიერებთ და კივილწივი, აი ხა წარმომიდგენია რა კივილწივილი ატყდება იგივე ამ გადაცემაზე. წინასწარ იკივლეთ და იწივლეთ, ანუ ეს გარი გამოვლინება, გონება, შეზღუდულობის და უმეცრების, სიბნელის და უმეცრების. წაიკითხეთ, გაერკვიეთ, ნუ მეორებთ აი ამ ანონიმურ რაღაცა ვიღაცის ნათქვამებს მიტინგზე გაგონილებს. ჩვენი აზროვნება დღემდე მოდის 80-იანი წლების ბოლოს მიტინგზე ნაყვირალებით. რადონის ხალხი ლაპარაკობდა, კიდე ცალკე საქმეა და რა განათლების, ხო? ან რა ცნობიერების და მიზანსწრაფვების. გავთავისუფლდეთ ამისგან. ვერანაირი საბჭოეთს რომ ვებრძვით, ვერ დასრულდება თუ აი ამ ავადმყოფურ ეთნონაციონალიზმიდან არ გამოვალთ. ეს არის რაღაცა დაბალი განვითარების ფორმა. და ვერც ერად ვერ შედგები. არ არის მნიშვნელობა ისტორიაზე იძახო, დღეს უნდა შედგე. და ეგ ნიშნავს რომ ეს არ არის მონოეთნიკური. ერი ნიშნავს ეგ არის მაღალი განვითარების საფეხური. იქ სხვა ეთნოსებიც მონაწილეობენ შენ როგორც ერის რეალიზებაში. და სომეხი კიდევ მეორებ ქართველს მეტი ყველაზე ახლობელი ვინც ყავს დედამიწის ზურგზე ისტორიულად ეს არის სომეხი. კი ბატონო, უნდა დავასრულოთ. ხო, არა, უკვე გიორგი მიცედა დასკვნითი სიტყვა ქონდა რომ ძნელია რაღაცა შორის. ძალიან მართლაც რაღაცა ვთქვათ, უბრალოდ მე მინდა მაყურებელს გამოვეხმო ორივე, იმიტომ რომ უკვე დაიწყეს მინდა გითხრა მოწერა არასასურველი ესე ვთქვათ, სასურველი რა ზოგადად არასასურველი, თორე შეგიძლიათ ნებისმიერი აზრი გამოხატოთ და ჩვენ უბრალოდ აქ ქართველების დამონათებას არ ვცდილობდით, ბუნებრივად საუბრობთ საქართველოს მოქალაქეებზე და საქართველოს მოქალაქე არის სომეხიც, აზერბაიჯანელიც, ქურთიც, ებრაელიც, ქართველი და ყველა იეზიდი და ყველა ერთად, რომლებმაც საერთო სიკეთე უნდა შექმნათ ეს სახელმწიფო მართლაც როგორც გიორგიმ თქვა, უნდა ავაშენოთ და უნდა გამოვიყენოთ ყველანაირი პოტენციალი, ინტელექტუალური, კულტურული და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ ბევრნი ვართ, ხო? სხვადასხვა ეთნოსები და ეს მულტიკულტურულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა ვერგელევით მინდა გითხრა ვერველევი ჩვენ სტუმრებს ერთხელ კაცელი გადაცემა ერთხელ ამოვიღე ხმას უჩუმად ვიყავი ძალიან დიდი მადლობა ჩვენ ხვალ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში ისევ სამს არაფერი აღარ მეთქმევენ ეს ხوارთა ჩვენ სუშენარლობა ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის